ხდებით ოპერაციებს, ეს ხო წმინდა თქვის პროვოკაცია და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების პრობლემა. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებითაც ჩვენ აუცილებლად ხელს მოვაწერდით ხელს. თქვენ რას გააკეთებთ ბატონ კახა ხელისუფლებაში რომ მოხვდეთ? ამაზეც გიპასუხებთ, მე შეგვიძლია დაბეჭდილება რომ ეკას უნდა რეპლიკა და შემდეგ. კი ბატონო, რეპლიკა და თუ შეიძლება შემდეგ ჩემი. და ყველაზე სასარგებლო რაც მე გავიგე ბატონ კახასგან, რა თქმა უნდა, ეს არის აღსანიშნავი, იმიტომ რომ მე ხშირად მისვლის ხოლმე ჩვენი ოპონენტების გარო საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ომი და მე მხარული ვარ ბატონი კახა საქართველოს ინტერესების დამცველია და საქართველოს ინტერესების გვერდით ედგას და რა თქმა უნდა ის ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები და მისასალმებელია და მართლა მიხარია, იმიტომ რომ არ მომისმენია ბოლო პერიოდი მე მსგავსი განცხადება საქართველოს ოპოზიციისგან. შეიძლება დამადადაშაულო. არა, თუ ამის გეშინიეთ, ეხლა ჩემი კომპლიმენტი შეგიძლიათ აირიდოთ ეს თავიდან და თქვათ, რომ აბსოლუტურად გავკეთებულად და დამოუკიდებლად გავაკეთე. რაც შეეხება იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეძლებდა ხელისუფლება და მცდელობა გვექნებოდა ბატონო კახა. მცდელობა შეიძლება ქონოდათ, მაგრამ მცდელობა ნუგეში გახლავთ საქართველოს მოსახლეობისთვის. მიხეილ სააკაშვილსაც არ ქონდა მის მცდელობაო ქალბატონო. არა, მიხეილ სააკაშვილს კი მე ჩვენ მცდელობა გვექნებოდა იმის, რომ საქართველოს აერიდებინა თავიდან მსგავსი აგრესია. ეს ბატონო კახა მიხეილ სააკაშვილს არ ქონდა მის მცდელობა. მიხეილ სააკაშვილს ქონდა და გაგახსენებთ, მან ძალიან ბევრჯერ ისაუბრა ტელევიზიით იმის შესახებ, თუ როგორ შედგა შეხვედრა პუტინსა და მედვედევს შორის. ისინი საუბრობდნენ საქართველოს დამოუკიდებლობაზე, ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ მათ უნდა გაეყვანათ რუსეთის ჯარი ჩვენი საზღვრებიდან და ძალიან მალე, როდესაც დათქმული შეხვედრა შედგა, მომდევნო შეხვედრა, თქვენ იცით ეს შეხვედრა ძალიან კარგად, რომელიც დეკემბერში შედგა, მედვედევმა ხელით მანიშნა, რომ საერთოდ აღარ მიდის შენთან შეხვედრაო. ეს იყო პირდაპირ განაცხადი, კიდევ არსებობს სხვა არგუმენტებიც, პირდაპირ განაცხადი იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ხელისუფალს ახარ ელაპარაკებოდა მედვედევი და მას ჰქონდა უკვე თავისი ინტერესები, რა თქმა უნდა, პუტინის გავლენიდან გამომდინარე. საქართველოს ძალიან ბევრს ეცადა ნათია, ის ეცადა ძალიან მაღალი ტრიბუნიდან თავის დაცვას. ყველა ნოტა, რომელიც კი ჩვენგან არის და მაღალი რანგის დიპლომატები ადგენენ ამ ნოტას, ყველგან წერია აბსოლუტურად ხაზგასმით, რომ საქართველოს ითხოვს დახმარებას რუსული აგრესიისგან. თქვენ არ გახსოვთ ის მოვლენები, როდესაც ხშირად ძალიან პერიოდ რაღაც დროის გამოკლებით პოლიციელს გვიკლავდნენ, როდესაც ჩვიდობიან მოქალაქეს გვიკლავდნენ, როგორი რეაქცია ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას. გახსოვთ ის პერიოდი, როდესაც საფრენ აპარატებს ვაგდედით ხოლმე ჩვენს ტერიტორიაზე და აღმოჩნდა ერთადერთი ადამიანი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თქვა, რომ ეს არ გახდათ რუსული და ეს საქართველოს ხელისუფლებამ ააფრინა. მსგავსი კურიოზული განცხადებებით მოვისმენ. თქვენ არ გახსოვთ მსგავსი დიპლომატიური ომი, რომ ჩვენ ყველაფერს ვიგერიებდით ჩვენ თავს და დასავლელ პარტნიორებს ვაძლევდით გაფრთხილებას ამის შესახებ, რომ აუცილებლად უფრო აგრესიულად იმოქმედებდა რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ. სხვა ბრძოლა, სხვა არიდება მაინტერესებს მე. თუ კი ბატონი კახა ამბობს რუსეთში ელჩების სვლას, რა თქმა უნდა, ამ ნაწილში მე აბსოლუტურად ვიზიარებ მის დამოკიდებულებას. თუმცა მინდა გითხრათ, რომ რუსეთის ელჩი საქართველოსი იმ ხელგავლენას ვერ მოახდენდა, რომ მედვედევს და პუტინს მსგავსი მანიაკალური განზრახვა საქართველოს აღარ განეხორციელებდა. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ხალხო. ელჩების საკითხის კურსებს, რა თქმა უნდა, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდა ბატონი ეროსიმას მერე, რაც მისგანმე განცხადებები მოვისმინე საოცრად არადეკვატური და რა თქმა უნდა ეს გახდა შეცდომა. მარტო ეროსი, ეკა რომელი ელჩი არა, კი ბატონო, მაგნატოში, თუმცა ეროსი კითხვარიშვილი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც თქვა, რომ საქართველო ემზადებოდა სამხრეთ დანაშაულები განცხადება ყველაფერი გულის ხო რა გითხეთ, იმიტომ რომ თქვენ მოსწავლე არაჩვეულებრივად იცის ვინა განაცხადა. ბატონ კახას მე ამ ნაწილში აბსოლუტურად ვეთანხმები. რა თქმა უნდა, შეცდომები ძალიან ბევრი ქონდა ხელისუფლებას, ძალიან ბევრი გვაქვს დღესაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გამოვასწოროთ. ძალიან ბევრი, რასაც ვცდილობთ რომ გამოვასწოროთ, თუ გნებავთ საკადრო პოლიტიკაში, თუ გნებავთ აი ბიუჯეტის განაწილებაში, როდესაც ჩვენ ჯერ შევთანხმდეთ იმაზე, რომ 900,000 ადამიანი უნდა ყოფილიყო დასხეული. შემდეგ პრეზიდენტის ინიციატივით მოხდა ის, რომ 1,200,000 დაიწყო. ჩვენ ხოდა ამაზე კამათი და ვამბობდით, რომ საშუალო ფენა აუცილებლად უნდა ყოფილიყო და ვთქვათ ამ სამხმარებლობო კალათაში მოქცეული. რა თქმა უნდა, არის შეცდომები, რაც საჭიროებს აღმოფხვას, მაგრამ ქვეყანა და სახელმწიფო ცოცხალი ორგანიზმი და ყოველთვის იქნება შეცდომა, მაგრამ უნდა ავირიდოთ დანაშაული, უნდა შევინარჩუნოთ ქვეყანა, მოწოს თუ არ მოწოს ჩვენს ოპონენტს, ჩვენი ხელისუფლება, უნდა შეძლო რომ მიიტანონ თავი მომავალ არჩევნებამდე და არჩევნების გზით
გადალახონ ის ბარიერი, რომელიც მათ განაპირობებს მოიყვანოს ხელისუფლებაში და მათ. კი ბატონო, იმ შეცდომებზე, რომელზეც თქვენ საუბრობთ, არასაპარლამენტო ოპოზიცია საუბრობს, რომ ვეღარ შეძლებს ეს ხელისუფლება ამ შეცდომების გამოსწორებას, იმ პრობლემების მოგვარებას, რომელზეც დღეს თავად ნათელი დადასტურება გახლავთ ის კორექტირება, რომელიც სწორედ ამიტომ იწყება გაზაფხულზე შესაძლოა დაიწყოს პერმანენტული აქციები მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, რას უპასუხობთ ქალბატონო ეკა ამ მუდმივად გვაქვს მოლოდინი, ხელისუფლების წარმომადგენლები სამი არეულობაზე ახასიათებს ზამთარში უნდა მეშინოდეს გაზაფხული და გაზაფხულზე შემოდგომის. ეს არის ჩვეულებრივი სტილი ოპოზიციის, მოვა გაზაფხული. ძალიან კარგი გაზაფხული მოვა, მინდა გითხრათ, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლებას შეძლებს უნარი, რომ რა თქმა უნდა შეძლებს უნარი, შეძლებს უნარი საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ გახდეს მსოფლიო კრიზისის, მოგულისხმობ ეკონომიკურ კრიზისს, ამის ნიშნები საქართველოში არ შეინიშნება და რა თქმა უნდა მოვა ნორმალური გაზაფხული, მოვა შესაძლოა პოლიტიკურად მღებვარი გაზაფხული და ეს ჩემ ქვეყანას ყოველთვის ახასიათებს, მე არ მახსოვს დამცხრალი გაზაფხული პოლიტიკურად, ეს იქნება ძალიან ნორმალური. რა თქმა უნდა, ადამიანები, რომლებსაც აქვთ ლეგიტიმური უფლება გამოხატონ თავიანთი პროტესტი გამოხატავენ, მაგრამ სახელმწიფო ყოველთვის შეეცდება დაიცვას თავისი ქვეყნის ინტერესები, მოაგვაროს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, მოაგვაროს ეკონომიკური პრობლემები, შეძლოს კონსტრუქციული დიალოგი ოპოზიციასთან და გადაწყვიტოს ამ გზით ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი. კი ბატონო, გისმენთ ბატონო კახა და ვასრულებთ დღევანდელ ჩვენს გადაცემას. დავასრულოთ ერთადერთი რასაც მე ვეთანხმები ეკახერხეულიძესაც და მიხეილ სააკაშვილსაც, რაც იყო ნამდვილად გაზაფხული მოვა თავის დროზე და ოპოზიცია ნუ გეგონებათ რომ არ მოვა გაზაფხული შეუშლის, მაგრამ მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო ჩვენ ახლა ორ თემას შევეხეთ მეტნაკლებად. ჩვენი განსხვავება არის იმაში, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყანას ჭირდება ცვლილებები, ქვეყანას ჭირდება ახალი ხედვა. ტერიტორიებთან დაკავშირებითაც, ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებითაც, იგივე რუსეთთან ურთიერთობებზე საუბრობდით ჩვენ. ფაქტია, რომ ხელისუფლებასთან არ აქვს ესეთი ხედვა, როცა საუბრობია ტერიტორიების ინტეგრაციაზე, რეინტეგრაციაზე. ან ხელისუფლება ამბობს, რომ ასეთი ხედვა საერთოთეორიულად არ შეიძლება არსებობდეს, როცა საუბარია რუსეთთან ურთიერთობებზე. ამ ხელისუფლებამ ამოცურა თავისი შესაძლებლობები, ამიტომ საქართველოს დღეს ჭირდება ცვლილებები. ეს ხელისუფლება ამ ცვლილებებისთვის არ არის მზად, მათუმეტ 4 წლის შემდგომ გადადგა საქართველოს გადარჩენის პერსპექტივა, ჩვენ ამას არ ვეთანხმებით და ეს არის ჩვენი ძირითადი სხვაობა. საქართველოს ცვლილებები ჭირდება დღესვე. ქალბატონო, მეც ასევე მინდა გთხოვოთ ერთი რამ, როდესაც მე და ბატონი კახა შევთანხმდით იმაზე, რომ პრეზიდენტთან შეხვედრა შედგება და მე მოხარული ვარ, ასევე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს რომ ეს შეთანხმება ჩვენ თქვენ გადაცემაში რა თქმა უნდა ძალიან სასარგებლო გადაცემა გამოდგა ასმაგად, მაგრამ ასევე მინდა გითხრათ, რომ აუცილებელია ბატონმა კახამ წარმოადგინოს ის კონცეფცია, თუ როგორ რა სტირდება საქართველოს მოსახლეობას ეკონომიკურ სფეროში, პოლიტიკურ სფეროში და რა პლუსები და მინუსები გააჩნია ხელისუფლებას და ოპოზიციას ამ საკითხებთან მიმართებაში. წარმოადგენს ბატონო ერთი კომპლიმენტი მეც უნდა ვთქვა, ახლა ეგ არის პირველი ადამიანი საერთოდ მე 4 წელი პარლამენტის წევრი ვიყავ, ვინც დაინტერესდა ოპოზიციის ხედვით რაიმე საკითხზე, აუცილებლად წარმოვადგინეთ არსებობს ეს ყველაზე უფრო ზოგადად საგურამოს პროექტში, თუმცა არსებობს დეტალური პროგრამებიც, რა თუ ეს იქნება ასეთი რამ შესაძლებელი, ამას რეიტინგული გახდება თქვენი გადაცემა. ბატონ კახა, როდის აპირებთ, როდის გეგმოთ პრეზიდენტთან დახურულ კავშირმა შეხვედრა? ჩვენ ეს მას აგვისტოს ცხელდღეებში შევთავაზეთ. სამწუხაროდ ჩვენი ყველა მცდელობა დასრულდა. მე არ ვიცი, მე პირობა მივეცი ეს ქალბატონი ეკას გადაცემა მე რა პრეზიდენტის მობილურზე არ ვეკავ და სახლის ნომერი არ ვიცი და როცა იქნება შეხვედრა მე შეგატყობინე. ქალბატონი ეკა მარტო გამოგზავნეს ბატონ კახა პრეზიდენტის ბატონი კახა გადაცემა მე რატო გადავწყვეტო მისი ფორმატი. არა, როგორი ბატონი. ეს მე ვფიქრობ მართლაც ძალიან საინტერესო იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილი დღემდე საპარლამენტო თორთლაძე ბაღატურიას გარდა არანაირ სხვა პოლიტიკურ ძალას აღარ აღიარებდა. თუ კი ეკა მოახერხებს, მე მართლაც ყველაფერს სკეპტიკურად კი არა ვარ. აი ეს არის იმედის და უიმედობის საკითხი. თუ კი ამ ხელისუფლებას აქვს თუნდაც იმის უნარი, რომ ეკახერხეულიძის გავანდელი დაპირება დაიცვას და შეაჩეროს, ეს იმას ნიშნავს, რომ თუნდაც რაღაც რესურსი დარჩა. ჩვენ გავხდებით ძალიან მალე მოწმე იმისა, რამდენად შეძლებს არა ეკა, არამედ ვირდებით რომ მოვახერხებდა საზოგადოებამ გასაჯოს ვინ რისი მოწმე გახდება იმის რომ სკეპტიკურად ხართ განწყობილი თუ მე ტყუილა ვიძლები პირობებს. მე არ გეუბნები რომ თქვენ იძლებით თქვა თერით მე მოხარული ვიქნები. არა, შემძლებთ თუ არა ხო ამას თანხმობა კიდე ერთი. სიამოვნებით მე წინასწარ არ გახლავთ ეს შეთანხმებული, მე მინდა გითხრათ რომ წინასწარ შემიძლია მოგცეთ აბსოლუტური გარანტი რომ ძალიან მალე მოახერხებთ საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრას. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისათვის. რადიო უცნობისა და ტელეკომპანია მაესტროს ერთობლივი პროექტი უცნობი კავკასია ხვალ ზუსტად 9 ნახევარზე დაბრუნდება პირდაპირ ეთერში. ნახვამდის.
ეთერში იყო გადაცემა უცნობი კავკასია.